100-წლიანი, აი მაგ სიტუაციამდე 100-წლიანი რუსეთის ბაის იყო, ხო, ბატონობა იყო ჩვენთან და რომ შემოვიდე, რა თქმა უნდა, სამეფო ტახტი გაგვიუქმეს, ავტოკეფალია გაგვიუქმეს, მოკლედ არ შეასრულეს არაფერი პრინციპში, რაც იყო იქ რა, ყველა თავიდანვე დაიწყეს ამ ყველაფრის გაუქმებები და რა ვიცი, მე ყველაფერი ცუდი გააკეთეს. და ეხლა ხშირად ვფიქრობ ხოლმე და ისე გვიკამათია კიდევაც რა ჩემ მეგობრებთან ერთად, რომ რა ვიცი, ეხლა პრინციპში დღეს რომ საჩივარი შეიტანოს საქართველოს დღეს რომ აი ამ პირობების დარღვევისთვის და ამ სამეფო ტახტის გაუქმებისთვის და ამ ავტოკეფალიის გაუქმებისთვის რომ უჩივლოთ დაუშვათ აი თუნდაც სტრასბურგის სათავათლოში და რაღაცა რა სიტყვა მოვიგებთ მე რა ხო ნუ არა 200 წლიანი წყვეტაა რა თქმა უნდა და არ ვიცი რამდენად ვადაშია ეს და შეიძლება დღეს ჩივილი მაგრამ ეს რომ მოვიგოთ თუნდაც აი საჯაროდ პიარულათაც ძალიან მაგარი ამბავია რა და რას ვიძახი რომ ხო არის აი შენ შეცდომებს და შენ დანაშაულს აი რუსეთს ისედაც ძალიან ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი საქართველოში მაგრამ შენ დანაშაულებს კიდე ნუ მიაწერ რა აი მაგალითად იგივე ხო არის ხა რომ აი ეკლესიები გადაგვიღებეს თეთრად და რაღაც ზუსტად ვიცი როგორც მოხდა ეგ ამბავი მეფე რო ჩამოდი უნდა ჩამოსულიყო საქართველოში აი თავმომწონე ქართველები და თავადაზნაურობა და ესე როგორ დავხვდებითო ის გზა უნდა გამოიაროსო იქ ეკლესიებში ჩევაო და აი ეს ძველ და ეს იმას ჩაჭუჭყიანებულ ეკლესიებში ხო ვერ შევაო ადგენდა გადაღებეს თვითონ რემონტი გააკეთეს ამათმა და მე ეხა ისინი ჩამოვიდა რუსებმა ეკლესიები გადაგვიყა რატო ეხა შენ რომ იმაში რა ქვია საწოლში ჩაუწვინე მაიკ ორბელიანი ეს იმის ბრალია თუ შენი ბრალია ხო ეგ არის არ შეიძლება ყველაფერი თავისი წოდები და გაჭირვებები პლუსებიც და მინუსებიც უფრო ნაკლებად უარესი იყო ვიდრე თქვათ მუსულმანური უკვე თითქმის დაპყრობილი იყო ცალკე დასავლეთ საქართველო ცალკე აღმოსავლეთ საქართველო და საერთოდ ქართulis უკვე ისე შეერეოდა ამ მოსახლეობას მუსულმანურ და სარწმუნოებასაც რომ უბრალოდ გაქრებოდა რა 100 წლის მერე აღარ იქნებოდა ქართველების ერთადერთი ის არის რომ ასე თუ ისე და ილიას და დიდი წვლილიც არის რომ მიუხედავად რუსიფიკაციური პოლიტიკისა ქართველობა შევინარჩუნეთ ენა შევინარჩუნეთ სარწმუნოება ისედაც რადგან რუსეთი იყო მართლმადიდებელი შეგვინარჩუნდა აი პლუსები და მინუსებმა უნდა გადაეწონათ და ალბათ ილია ამას ფიქრობდა, როდესაც დაწერა 100 წლის მერე რუსეთის 100 წლის ზუსტად ის იყო რუსეთის შემოსვლა საქართველოში 100 წლის იუბილე და მოკლე სტატიაა და იქ ზუსტად ამაზე წერს. რომ გიორგი მე-12-ს ღვთისმოსავ ქართულს სხვა რა გზა ქონდა თუ არა შველა ეთხოვა ასევე მართლმადიდებლური ერისთვის. ანუ ამართლებს, მაგრამ რასაკვირველია ის განიცდიდა მერე მთელი ცხოვრება ჭავჭავაძე რომ ეროვნულობა იკარგებოდა და თანდათან ხდებოდა და ძალიან ასე ვთქვათ კულტურულად როგორც იტყვიან მიცი მათრახის და კვერის გამოყენებით რომ ნელ-ნელა აკეთებდა რუსეთი ამ გარუსების ტენდენციას და ამას გრძნობდა ამ საშიშროებას ილია და იმიტომ ცდილობდა მთელი ძალებით. არა მესმის, მაგრამ აქ მეორე ასაკი მოყვა თავისი ეს მთელი ეს ოპერის თეატრი საერთოდ ევროპეიზაცია რუსეთიდან შემოვიდა ჩვენთან. ვოროცოვის დროს მოხდა ყველაფერი იყო როგორც ილია ამბობს დამპალი ყიზილბაშური სუნით გაჟღენთილი. ეს მოვიცილეთ. მაგრამ სხვა რაღაცა მოგვიწია. აი ზუსტად რა ზუსტად თქვით რა და დაგეთანხმოთ მინდა ესე იგი რამდენი წელი იყო გასული რუსები რო შემოვიდნენ 1800 პირველ წელს შემოვიდნენ ხო 1795 წელს მოხდა წანისის ბრძოლა აი წარმოიდგინე 6 წელია გასული მეტი კი არა აი წარმოიდგინეთ რა და აი ლილია როგორ წერს რუსები რო შემოვიდენო თავიდანო რა აივნებიდან გადმოფენილი ხალხი და ისე უხაროდათ რომ ესენი შემოვიდეს და დაწყნარდა ქვეყანა მუსულმანური შემოტევებისგან და იმისგან
6 წელია გასული აღამახმად ხანის შემოსევიდან გაწყვეტილია ქვეყანა წელში წარმოიდგინეთ. თბილისიც არიელი, ქვეყანა გაწყვეტილი და აი ამ კი რა თქმა უნდა მე ვეთანხმები ხარ რომ არ იყო ესეთი მარტივი ამბავი ეს ამ წლების გადალახვა, სხვა გზა აღარ იყო რა, შუქი რომ აღარ დარჩა, ნათლისა, ჩარხი რომ აღარ დაბრუნდა წაღმა, რუსეთს მიანდო ბედი ქართლისა. კლავ მოუღლელმა პატარა კახმაო რა ეხა ის იყო ამ სიტუაციებში და საქართველოს ვარ დაეკარგა თავისი იდენტობა მაგიტომაც გააკეთა რა შეიძლება ყველაფერი დაეკარგა იგ რო არ გაეკეთებინა რა იდენტობაც დაეკარგა და საერთოდ ყველაფერი დაეკარგა და ეს ხო მარტო ერეკლის გადაწყვეტილება არ იყო ეს ღვთისამბავიც ხო იყო არა ეს შემთხვევით არაფერი არ ხდება და მოხდა ისე როგორც უნდა მოხდარიყო